რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა სოფელ დუისის სასაფლაოზე, სადაც სპეცოპერაციისას დაღუპული ორი პირია დაკრძალული. სოფელში ამ დრომდე ელოდებიან კიდევ ერთი დაღუპული ბაჰაუდ ბაღაკაშვილის ცხედარს. იმედად არსალია ჩაგვერთვება ახლა ტელეფონით და ბოლო დეტალებს მოგვაწვდის ამ დროისთვის როგორი სიტუაცია. იმედა გისმენთ. სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა ინციდენტი სასაფლაოს ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფები გადავაადგილდებოდით პირდაპირ ჩართვის განსახორციელებლად. გზაზე თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა გადაგველობა, საიდანაც ერთი ადამიანი გადმოვიდა და იყო ფიზიკური მუქარის მცდელობა. გითხრეს, რომ ყველაფერი ჟურნალისტებმა დაგვიფუჭეთ. ისაუბრობდა ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნაზე, რომ ცხედრების გადასვენება მანამ არ მოხდებოდა, ვიდრე ჟურნალისტები ხეობაში. მასთან ერთად იყვნენ ასევე ახალგაზრდები, რომლებიც აღგვემუქრებოდნენ, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. სამწუხაროდ პანკისის ხეობაში ყველა წერტილიდან, საიდანაც ჩვენ ამ ბოლო დღების განმავლობაში პირდაპირ ჩართვებს ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში შეუძლებელია სიხშირის არარსებობის გამო პირდაპირ ჩართვის განხორციელება. რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ჟურნალისტები ესაუბრნენ ერთ-ერთი დაღუპულის ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრებს. მათ ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს, საიდან მოხდა ფინეთში გამგზავრებული ასლან მარგოშვილი ლოპოტის ხეობაში. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ასლან მარგოშვილი 16 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. ის ერთი წლით სამუშაოდ იყო წასული, ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო და ერთი წლით უნივერსიტეტიდან აკადემიური ჰქონდა აღებული. ინფორმაციას არ ფლობენ ოჯახის წევრები, ისინი კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათი შვილი იყო ტერორისტი. და იმ წუხარ იმ ქართველების წინაშე, იმ დაღუპულების წინაშე, რატომ იმათ ხო დედები ხყავთ იმათაც, იმ ჩოხელის წინაშე ვიხდით იმას, იმ ციკლაურის მშვენიერი ბიჭები, ვის გულისთვის დაიღუპნენ ან ესენი, ან ისინი. აი რა ვერ გაიყვეს, ჩვენ მშვენივრად, ჩვენ გაგიგიათ რომ იბრძოლეს. ლაფანყური სად არის, ის არ ვიცი. აკა სამძივარი არ საწელებულა, როგორც ხედავთ ასე, თავმოყრა. იქ კიდევ შუმა დაიტანეს, დამარხეს. არა დაგზავნას არავინ. არც მე, ვიზავა რამათი და არც მე. უკვე მოისმინეთ, რომ ასლან მარგოშვილის ცხედარი, როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ისე დაკრძალეს, რომ ოჯახის წევრები არ დაასწრეს. პანკისის ხეობიდან იმედად არსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.